მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ისედაც აიხასიათებდა კი, იმიტომ რომ ცოტა ხანში დაიწყება სოლიდარობის აქცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. დღეს ჩემთან სტუმრად არიან ჩემი ძველი მეგობრები ბატონი ტობახაბაძე და ბატონი გოგერია. სხვათა შორის გარდა იმისა, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკის გამოკვეთილი სახები არიან, ორივე ჩიჩაპოკიდან დაკავშირებული იყო საქართველოს თავისუფლებისადმი ბრძოლასთან. მართალია ბატონი გოგერია არ ყოფილა ჩვენი პარტიის მაგას არაერთი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ახლა ჩემი შემშელობა გაგრძელდება და მე კიდევ მინდა გამარტება გავაკეთო, რომ როდესაც სტრატეგიული მოკავშირე განიცდის დევნას, ელემენტარულ თავისუფლად დავანებოთ შემოგიგება ის წმინდა პოლიტიკურ მოსაზრებებს და ინტერესებს, წმინდა ადამიანური ზნეობრივი კატეგორიიდან მოკავშირეები უნდა დავიცვათ. მე ძალიან მიყვარს ჩემი ზოგიერთი ძველი თანამებრძოლის აბსოლუტურად სამართლიანი გაუგებარი პოზიცია. მე და მიხეილ ნიკოლოზიძე სააკაშვილს ყავს ერთი მტერი რუსეთის იმპერიის სახით. და სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ცვლილებას არ მოყოლია ბრძოლებითა და სისხლით მოტანილი ქართული სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების და ეროვნული დამოუკიდებლობის გაძლიერება. პირიქით, უკვე ისე დასცეს ამათო ქართული სუვერენიტეტის ავტორიტეტი ლუკაშენკო პირდაპირ მიბედავს, რომ დაბრუნდით ერთიან ოჯახში რუსეთთან და ბელორუსეთთან ერთად და ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, ჩვენ გვინდა თავისუფლება. იყო ორი დიდი მოძრაობა, მე ამას ყოველთვის ხაზად დავუშავე, ეროვნული მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაუკავშირდა ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას და გამტკიცებას და მე აუცილებლად ბოლომდე ისევად ვიშიმშილებ თუ არ ვიშიმშილებ იმ დიდ სტრატეგიულ მოთხოვნებთან ერთად ყოველთვის მოხდება პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა და პირდაპირ მნიშვნელობით თავისუფლებისათვის დევნილი და თავისუფლების მებრძოლი მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას ვიტყვა დაბრუნება საქართველოში. სხვათა შორის ასეთი სასწებობდა ძველ საბერძნეთში ტრადიცია და რომში, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლებს ტრიუმფით ეგებობდნენ და როცა თანამდებობისთვის დაუმტკიცებოდა სამშობლოს ღალატი, მას ესე იგი აძევებდნენ სამშობლოდან ქონების კონფისკაცია და ამ პროცესს ერქვა ოსტრაკიზმი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება ესე იგი მიხეილ სააკაშვილის დევნილი პრეზიდენტის დაბრუნება და ამ დამკვიდრელი ასე ვთქვათ ივანიშვილის ოსტრაკიზმის სამშობლოდან გაძევება, იმიტომ რომ მას უმტკიცდება თავისი პოლიტიკით ესე იგი სამშობლოს ღალატი აღარაფერს ვაპარაკობ იმაზე, რომ ყველაფერს წარმოვიდგენთ, იცი, მაგრამ ნახევრად იდეალისტი მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკაში ბიზნესიდან ესე იგი მოსული მილიარდელი ვერ აჯობებდა. ამის წარმოდით რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც მე უფრო მაინც იდეებთან ასოცირებული ხალხი ვარ და ჩვენ არ მოგვეთხოვება ხო და ეკონომიკაც ვიცოდეთ და ფაქტია რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს თავისუფლად დავალებო თავისუფლების დამოუკიდებლობის იდეას ლარის კურსი იყო მყარი და ყველა ამბობს მათ შორის შევიწრებული ბიზნესმენები რომ სოციალური ატმოსფერო იყო და ეხლა კატასტროფულად ეცემა ვალუტა და ეს არ არის მარტო ეკონომიკის პრობლემა, ეს არის ეროვნული ფუნდამენტური საკითხი, იმიტომ რომ ეროვნული ვალუტა დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ნიშანია. ეხლა ჩვენს მეგობრებს მოვუსწრებთ ბატონი და ძალიან მიხარია თქვენი მოსვლა და ერთი-ორი სიტყვა თქვენს. მადლობა ირაკლი, მე ბევრს არაფერს არ ვიტყვი, სწორად გაიხსენა, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, რომ ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, მაგრამ ქვეყნის მომავალი, ქვეყნის თავისუფლება იქნება ესე იმ ადამიანებით, ვინც ქმნის სხვა ეპოქებს და ჩვენ ახლა ვართ იმ ადამიანთა, ვინც ჩემთვის როცა ვიყავი პატარა, იყო ერთ-ერთი თავარი სიმბოლო იმისი, რომ საქართველო უნდა დაიბრუნოს ის, რაც დაკარგა და დაბრუნდეს თავისუფალ ერთად ოჯახში. ეს ბრძოლა ეხლა არ დამთავრებულა, ძალიან სამწუხარო, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს ხელმძღვანელობა, რომელსაც ადამიანი, რომელსაც ეს რწმენა არ აქვს. და ამიტომ ჩვენი ამოცანაა ყველასი, რომ მშვიდობიანად კონსტიტუციურ ფარგლებში ეს პრობლემა აღმოუხვრათ და დაუბრუნდეთ იმ გზაზე, რაც საუკუნეებრივ ოცნებას აღასრულებს და ეს ადამიანი ჩემთვის არის სიმბოლო ამ ბრძოლის და ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვარ ეხლა აქ. ჩვენ დღეს აქ მოვედით ირაკლებისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ გვესმის, რომ შენაირად ვიქცი ეს რომ თქვა ჩვენ თავზე, მაგრამ ამავდროულად მეც და გიგაც გიცნობთ კარგად, ძალიან კარგად ეს რომ თქვა, რომ ძალიან დიდი წარსული გვაკავშირებს, წარსული ბრძოლის, წარსული საქართველოს თავისუფლებისთვის და ვიცით, რომ იქ სადაც საქართველოს თავისუფლება დგას და იქ სადაც ოკუპანტთან წინააღმდეგობის მოძრაობა დგას, იქ ყოველთვის ხარშენ და ყოველთვის სიტყვა შენ მართალ სიტყვას და ასე რომ ერთი მხრივ განვიცით მე ვიულობთ, რომ შიმშილობ და ეს არ არის უკვე პირველი დღე, რამდენი დღეა უკვე მე-18 დღეა, მაგრამ ვიცით ეს რომ პრობლემა რა არის, ჩვენ მაინც რომ ჩვენ განვიცით და ამ ხელისუფლების ხელში ყველა ადამიანმა თავისი წვლილი უნდა შევიტანოს იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს განვითარების სოციალურ მიმართულებას და სოლიდარობას იცხადებ ჩვენი მსვლით აქ
ჩვენში მშრობის აქციაში. დასასრულს მე ვიტყოდი რომ ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიზანმიმართულად იმისათვის რომ ეს იყოს უკვე ჩემო გიგანტ ჩემოგობა გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს დამოუკიდებლობის სრული განთავისუფლების მიმართულებით და მათი ჩვენ შთამომავლებს ჭირდებოდეთ ბრძოლა და მაშინ შენ კარგად თქვი რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქვეყანა თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები პრობლემა ადამიანურ ყოფიერებაში ყოველთვის იქნება მაგრამ ჩვენ შთამომავლებს აღარ უნდა ჭირდეთ ბრძოლა საქართველოს თავისუფლების ისინი მუდმივად უნდა იბრძოდნენ უკვე თავისუფალი საქართველოს მუდმივი გაძლიერებისა და ეს არის ჩვენი თაობების ამოცანა და მე გამოვთქვა იმედს რომ ჩვენ ერთად ვიქნებით როგორც არასდროს